გიორგი თარგამაძე აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის შეფასებით ქვეყანაში არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს და პროდასავლური კურსი ნელ-ნელა იკარგება. გიორგი თარგამაძე მიმდინარე დაკითხვებსა და დაკავებებზეც გააკეთა კომენტარი და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბრიტანელი კონსერვატორები თბილისის აეროპორტში რიგი დგას იმ პოლიტიკური მოღვაწეებისა თუ ლიდერებისა, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან ან ჩამოდიან, სრულიად აშკარა და მკაფიო განაცხადით საქართველოში მკაფიოდ გამოხატული პრორუსული პარტიების დაარსებისათვის არიან ისეთი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ჯერჯერობით ჩუმად არიან, მაგრამ უახლოეს მომავალში რა თქმა უნდა თავიანთ პოლიტიკურ განაცხადს დაუმატებენ საერთო პრორუსულ განაცხადს ჩვენის ქვეყნისას. ასე რომ ჩემი გვაჩნია რომ დღეს უკვე დუმილის დრო აღარ არის, დღეს არის აქტიური მოქმედების დრო. ჩემი გვაჩნია რომ ქვეყანაში მიმდინარეობს არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. ქვეყანაში არ სრულდება ის მთავარი დაპირება, რომელიც იყო ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე, როდესაც მართველი კოალიციის ლიდერმა თავისი ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ქართულ საზოგადოებას წარმოუჩინა და დაჰპირდა, რომ იქნებოდა მრავალპარტიული დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, სადაც ყველა დამოუკიდებელ თვითმკმარ გამოკვეთილი და გამორჩეული პოლიტიკური იდეოლოგიისა და პოლიტიკური გუნდის მქონე პოლიტიკურ პარტიას ექნებოდა მეტნაკლებად მაინც თანაბარი შესაძლებლობა განვითარების, გაძლიერების და თანაბარ კონკურენციაში მონაწილეობის მიღების და გამარჯვების. ჯერჯერობით ჩვენ ამას არ ხედავთ.